რაც არ უნდა დაემართოს თანამედროვე ბავშვს წიგნიერებასთან მიმართებით კითხვის გარეშე შორს ჯერ ვერ მივდივართ. ამ სივრცეში მყოფ ბავშვს რამდენად აქვს იმ ველთან კონტაქტი, რომელ ველშიც ის მოვიდა? ადამიანი არ არის იოლი არქიტექტურის მქონე არსება. მაშინ, როდესაც ჩემი შვილი მივიყვანეს სკოლაში და დავინახე, რომ დირექტორი გამოვიდა კოლგით წვიმიან დღეს და თითოეულ ბავშვს მიაცილებდა ეზოდან კარამდე. ყველა ბავშვს ოჯახიდან მოაქვს რაღაც განსხვავებული. რას ნიშნავს ცოდნის ნაწილი, უნარჩვევების ნაწილი, დამოკიდებულებების ნაწილი. არავითარი ხელოვნური ჰარმონია, არავითარი ვითომ მიღწევები, ჩვენ მოდი ვიყოთ თამამები, ღიანი, შეუპოვარნი. საინტერესოა დღევანდელ სამყაროს რა დაკვეთა აქვს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბავშვი, რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს ის, რომ შეძლოს მან საკუთარი თავის სწორად წარდგენა, სოციალიზაცია, დაგეგმვა, განხორციელება. რა როლი აქვს ამ პროცესში სკოლას და მხარდამჭერ გარემოს. სწორედ ამ თემით მოვიწვიეთ დღევანდელი სტუმარი, განათლების სპეციალისტი, აზროვნების აკადემიის სკოლის ხელმძღვანელი ბატონი პაატა პაპავა. მოგესალმებით. სალამ. მადლობა. სკოლის შესახებ რომ გვიამბოთ, ეს სკოლა 2025 წელს დაიწყო. რა პროცესები გაიარეთ, ეხლა რა ეტაპზე ხართ და ზოგადად რა ღირებულებებზე და ფილოსოფიაზე დგას სკოლა? ჩემთვის არის დროული შეკითხვა. იმიტომ რომ იმდენად რამდენადაც ამ სკოლის მართვაში, ლიდერობაში ჩემ და სასიხარულოდ წვლილი უკვე მომიწია უკვე წვლილის შეტანა და თანაც ეს პროცესი გრძელდება, თავის ძალიან საინტერესო გზით ვითარდება და იმდენად არის დროული, რამდენადაც ერთ-ერთი მსხვილი, ძალიან სერიოზული, ესეთი მსუყე ნაბიჯის დასრულების ეტაპისკენ მივდივართ. დიახ. და მთლიანობაში ეს ნაწილი, ეს საფეხური, რომელსაც ახლა გულისხმობ, ხო, ეს პერიოდი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და უკვე გავდივართ პირველი სასწავლო წლის და სკოლისათვის პირველი სასწავლო წლის დასრულებისკენ, არის, საეტაპო მე ვიტყოდი. თუ გადავალთ ცოტა, ხო, ესე ისტორიისკენ თუ გადავიხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არც დიდია ეს ისტორია და მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მაგალითად თუ შევხედავთ, ხო, რომელიც ფიქრობს და შეიძლება ყოყმანობს, თქვა მოიყვანოს თავის ბავშვი და არეგისტროს თუ არა ჩვენთან სკოლაში, რომ მაინც გამოცდილება შეიძლება არ არის საკმარისი ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ გუნდს, ალბათ სჭირდება გარკვეული დრო, სიმწიფის რაღაც პერიოდების გავლა და ამის შემდეგ შეიძლება ის დიდი ნდობა გამოუცხადო, რასაც შვილის, ხო? შვილის ამ გუნდთან მიყვანა ქვია. სინამდვილეში საკმაოდ ღრმა არის ეს ამბავი უკვე. ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არ დაწყებულა ეს ამბავი 2025 წლის სექტემბერში და დაიწყო უფრო ადრე. და ის რაც უფრო ადრე დაიწყო, როგორც წესი არის ალბათ მთავარი. იმდენად რამდენადაც ეს არის საზირკველის შექმნა. ეს არის იმ ძირითადი საბაზისო კალაპოტის შექმნა, რომელშიც მერე ეს მნიშვნელოვანი დინებები უნდა განვითარდეს. და კალაპოტის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე რამ უნდა მოხდეს. პირველი ეს არის გუნდის ფორმირება. გუნდის ფორმირება, რაც საერთო ცენტრალური ძლიერი საყრდენი იდეის გარშემო. და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც დამფუძნებლებმა აზროვნების აკადემიის დამფუძნებლებმა მომმართეს და რამდენიმე დიალოგი გაიმართა, ჩვენ საუბრობდით, ქონდა ესეთი მოლაპარაკების ფაზაც კი და რაღაც მომენტში რა თქმა უნდა შევთანხმდით და ის რომ დაიწყო ეს სკოლა და დაიწყო იმ გუნდით, რომელიც ახლა აქტიურად მუშაობს იქ და ავითარებს ამ პროცესებს და პატრონობს ამ პროცესებს, ასე ვთქვათ. აი ეს არის პირველი საფეხური. მასშტაბი ეს შეთანხმება, პირველადი შეთანხმება რა ცენტრალური იდეის და გარკვეული თუნდაც თავიდან არამკაფიო ხედვის გარშემო არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ეს ხედვა ჩემთვის არ იყო უცხო ნამდვილად, იმიტომ რომ აზროვნების აკადემია არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც პირველად შევხვდი მაშინ. მე იქამდეც ამ ოთახშიც მიმუშავია, აგერ ამ ცნობილ სავარძელშიც მჯდარვარ და ცნობილ დაფაზეც კი რაღაცა საინტერესო რამეები, ხო, სქემები დამიხაზავს და უზომოდ საინტერესო დიალოგები მქონია აქ სხვადასხვა თემაზე თანაც აუდიტორიასთან
ლიდერობაზე, გუნდის მართვაზე, ორგანიზაციული კულტურის განვითარებაზე, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის განათლებაზეც, რა თქმა უნდა. ასე რომ ჩვენ ერთგვარი პირველადი მზაობა გქონდა კარგი თანამშრომლობის და ეს თანამშრომლობა განვითარდა. მეორე უმნიშვნელოვანესი რაც ხდება, რა თქმა უნდა, არის გუნდის უკვე დაკომპლექტება, გუნდის გაფართოვება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ჩვენ შემთხვევით არ მივმართავთ ხოლმე ერთმანეთს სათანამშრომლოდ და ევოლუციურად უზარმაზარი ნიჭი გვაქვს თანამშრომლობის, თქვა სხვა ცოცხალ არსებებს თუ შევედრებით და ამ ხრივ საკმაოდ ესე წინწასული არსებები ვართ და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იყო იმ მომენტში დაინტერესებული ადამიანების თანამშრომლებად შემოერთება გუნდთან. იყო ხანგრძლივი პერიოდი გასაუბრებების, ეს იყო უზომოდ საინტერესო პერიოდი და საბედნიეროდ დაინტერესება გამოხატეს ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პროფესიონალიზმი, გამოცდილება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მათ შორის შეიჭრნენ ადამიანები, რომლებიც დღეს აქტიურად არიან დასაქმებულები. ეს იყო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური. დიახ. მესამე უმნიშვნელოვანესი საფეხური იყო ფილოსოფიის ჩამოყალიბება და კარგია ის, რომ აზროვნების აკადემია მის სკოლაში ჩვენ ფილოსოფიის შექმნაზე ჩამოწურვაზე, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც მცირე ტექსტამდე უნდა დაიყვანო ეს, მაგრამ ამ მცირე ტექსტის შექმნას დაჭირდა ბევრი კვირა, ძალიან ბევრი ფიქრი, ანალიზი, ხედვებისა და ინტერესების შეჯერება, გათვალისწინება. მოგეთ, კარგად დიდი დრო დავხარჯეთ ამაზე და ეს არის ჩემი პირადად გამოცდილება და განწყობა, რომ თუ რაღაცა სერიოზული ლიდერობისთვის ემზადება ჯგუფი და აზროვნების აკადემიის სკოლა არის სწორედ იმთავითვე იყო განწყობილი რაღაც სერიოზული შექმნისკენ და ამოძრავებისკენ, ფილოსოფიურ საყრდენებს და აი ცენტრალური იდეის უკვე კაფიოდ გაჟღერებას აქვს უზარმაზარი ძალა და მნიშვნელობა. იმიტომ რომ ის ქმნის მერე იმ წნეხსა და წნევას პოზიტიური გაგებით, რომელიც გამოძრავებს, რომელიც ახალ სურვილებს გიჩენს, რომელიც ახალ ინსაიტებს და იმპულსებს აცოცხლებს. და არა მხოლოდ ხელმძღვანელის გონებაში თუ გულში, არამედ მთლიანად ჯგუფში. დიახ. და ასეთი გამოვიდა ჩვენი სკოლა. ფილოსოფიას რაც შეეხება, ვიტყვი 4 რამეს, ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცხადია როგორც ორგანიზაციამ და წარმატებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ და ძლიერი კონკურენციის გარემოში, იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ დიდია კონკურენცია სკოლებს შორის და რა თქმა უნდა მოხმარებელს უნდა მშობელს ოჯახს უნდა შესთავაზო, ბავშვს პირველ რიგში უნდა შესთავაზო რაც ისეთი რაც მას შენზე დააფიქრებს, ორიენტირს და ყურადღებას შენკენ გამოუშვებს და საბოლოოდ თანამშრომლობასაც დააწყებინებს. ასეთი იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. აი სწორედ ფილოსოფიაზე დიდხანს მუშაობამ მიგვიყვანა უნიკალურ კონკურენტულ ფაქტორებამდე, როგორც იტყვიან ხოლმე ბიზნესში. ერთ-ერთი არის ფსიქოლოგიური ცოდნის გააქტიურება. საქართველოში საბედნიეროდ არის მზარდია ფსიქოლოგიური გამოცდილებებისადმი ინტერესი და მოხმარებაც კი. ფსიქოლოგიური სერვისების მოხმარებაც მიდის მზარდი რაოდენობრივად თუ შევხედავთ, ხარისხობრივად თუ შევხედავთ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობას თუ შევხედავთ და ამ შემდეგ ბევრი ფაქტორის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ფსიქოლოგიის სკოლამ, როგორც ასეთმა, რომელსაც იმთავითვე თავისი ძლიერი ტრადიცია და სერიოზული ისტორია აქვს, აი ახლა რაღაც ახალი ფრთები გაშალა. აი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი დაკვირვებით, ჩემი სუბიექტური დაკვირვებით. და ახლა უკვე განათლების ფსიქოლოგიიდან და განათლების სპეციალობებიდან რო შევხედოთ, რომელიც ჩემი ძირითადი ფანჯარა და აივანია ამ საქმეში. რასაც ვხედავთ არის ის, რომ ამ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პროექტში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, სხვადასხვა ტიპის კერძო სკოლებში, დაგროვილი კერძო პრაქტიკებში, დაგროვილი ისეთი სერიოზული გამოცდილებები, რომელიც ქმნის უზარმაზარ ადამიანურ კაპიტალს. პროფესიულ კაპიტალს გულისხმობ ახლა. და თუ კი ჩვენ
ჰიპოთეზა იყო ასეთი. თუ კი ჩვენ ამ ადამიანებს უფრო გულდასმით მოვუსმენთ. ანუ რას ამბობენ ფსიქოლოგები სკოლის შესახებ. რას ამბობენ ფსიქოლოგები ოჯახში ბავშვის ჯანსაღი განვითარების შესახებ. რას ამბობენ ფსიქოლოგები სკოლისა და ოჯახის ეფექტური თანამშრომლობის შესახებ. თუ კი ჩვენ ამას უფრო გულდასმით, უფრო მეტი ყურადღებით და კონცენტრირებით მოვუსმენთ, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ არის უზარმაზარი ცოდნითი ბაზისი და პრაქტიკული გამოცდილება ეს არის მთავარი, რომელიც უნიკალურია და უკიდურესად აქტუალური ჩვენს ეპოქაში. აი ამ დიფუზიურ გაურკვევლობებით სავსე ნაკლებად პროგნოზირებად დროებაში. და თუ კი ამ ხედვას მიზნად გადავაქცევთ, მაშინ უეჭველად მივიღებთ ნაყოფიერ, მოდი ვთქვათ ესე, სკოლის გუნდის განახლებულ შემადგენლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი აზროვნების აკადემიის სკოლაში. ეს არის შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს პრინციპში არაფერი ფსიქოლოგი ყველა სკოლაში არის და ასე, მაგრამ ახლა მე სულ სხვა განზომილებაზე, სხვა ინტენსივობაზე ვსაუბრობ თანამშრომლობის. ბარიერი, რომელიც უნდა მოყვეს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ტრადიციულად მასწავლებლის და დამრიგებლის ძალაუფლებას კარგი გაგებით, ხო, ესე იგი ეპირწონება ასეთ შემადგენლობაში და ასეთ სკოლაში და ასეთ გუნდში ფსიქოლოგთა ცოდნა და ძალა მოითხოვს უკვე ახალი ტიპის ლიდერობასაც. ესე იგი როგორ მოახერხო ისე რომ ის გნებავთ შეხედულებრივი, გნებავთ პრაქტიკული კონფლიქტები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, თქვათ, ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. ეხლა უფრო პრაქტიკულადაც რო ვილაპარაკო. ხო, აი თქვათ, ბავშვების ქცევებთან დაკავშირებით, აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, თქვათ, მათემატიკის, ხო, მათემატიკური უნარების დაუფლებასთან დაკავშირებით. ეზოში როდის ჩავიდეთ და იქიდან როდის დავბრუნდეთ, უამრავი გადაწყვეტილება ამისაღები ნებისმიერ სკოლაში, უამრავი. ეს არის ურთულესი, უკომპლექსურესი ორგანიზაცია თავისთავად. აი ახლა კვირას მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა მორიგი მშობელთა ჯგუფთან და რაღაც მართვის თემებზე ლაპარაკობთ, აი ოჯახში მართვა, ხო, ესე იგი ოჯახის მართვა, ბავშვების განვითარების პროცესის მართვა. და მენეჯმენტის თემებში წავედით. და ანუ მშობელი როგორც მენეჯერი, მშობელი როგორც ლიდერი, აი ასეთ თემებში ზე ჩავშალეთ, მენტორინგი როგორ გამოვიყენოთ, ხო და ასე შემდეგ და იქ რთული ორგანიზაციის ილუსტრირება მინდოდა. აი წარმოიდგინეთ მეთქი კომპლექსური, ესე იგი ჩახლართული ორგანიზაცია, რომლის მართვა არ არის ადგილი და უცებ გამახსენებთ, აი სტამბულის აეროპორტი მეთქი მიწევს ხშირად მოგზაურობა, გადაადგილება თვითმფრინავით, იქ ხვდები ხშირად შესაბამისად და ერთ-ერთი რაც როგორც ლიდერს და გუნდის მართვის სპეციალისტსაც და ტრენერს და ასე შემდეგ აქტიური მას, აი მაინტერესებს ხოლმე დავაკვირდე ნიუანსები, მართვის ნიუანსები როგორ არის დალაგებული ამა თუ იმ სისტემაში, ხო და განსაკუთრებით საინტერესოა კომპლექსური სისტემები, ამის დრო მოვიდა, ახლა ამის ეპოქაში ცხოვრობთ და აი ეს აეროპორტები რაღაც მაოცებს რა, რამდენი პროცესი და ქვეპროცესის მართვა, ხო, პარალელურ და ერთდროულ და ურთიერთგადაჯაჭვულ რეჟიმში მიმდინარეობს. თან ამდენი ადამიანი მომხმარებელი რო ირევა ერთ ძალიან შეზღუდულ სივრცესა და დროში, ნუ ჩემთვის ეს არის რაღაცა, კარგად თუ აკეთებ, შედევრია მენეჯმენტის. და ერთი მშობელი მიყურებს და მეუბნება, იცით ვერ მოყვებით თუ ახლა ამ საუბარშიო. გამიკვირდა. ნუ როგორ შეიძლება ახლა, ხო, არაო, იცით თქვენ იქოს დასრულ ადამიანებთან გაქვთ საქმეო რა. ეხლა თანჩენი თვითმფრინავის რა რადარებით სწორად მიღება და დასმაო დიდი არაფერი, ეხლა სირთულე ამაში არ არისო. დასრული ადამიანები არიანო, რომლებიც თვითმარეგულირებელი, ხო, ტიპები არიანო და არაო, ბავშვის მართვა რა შედარებაა, ეხლა ოჯახშიო იმასთანო, ბავშვის და რომ თავისი შეკითხვა, თქვენი აზრით, აი თუნდაც ეს სტამბულის აეროპორტი უფრო რთული ორგანიზაციაა თუ სკოლა? სკოლა ვკითხე. რა თქმა უნდა სკოლაო.
რაზეა საუბარია? და იცით კომპლიმენტად მივიღებ მეთქი. უთხარი და რო დავფიქრდი მე ცოტა გავშალეთ ეს საუბარი ხა აქ არ არის დრო ამისთვის, თუმცა ძალიან საინტერესო საკითხია და ყველას ვთხოვდი სხვა შორის ვინც გვისმენს იფიქროს ცოტა ამ თემაზე. რამდენად კომპლექსური ორგანიზაციაა სკოლა. და თუ კი აღმოვაჩენთ რომ სკოლა არის კომპლექსური ორგანიზაცია, რა არის ის ფაქტორები, რომლებიც ართულებს სკოლაში პროცესების მართვას. და ეს დირექტორის წუწუნად არ მივიღოთ, უბრალოდ ვიფიქროთ რა არის ის ფაქტორები, სასარგებლოა ასეთი რეფლექსია, ასეთი ფიქრი და ყველას გამოადგება. მიუხედავად იმისა, სკოლაში მასწავლებელია ფსიქოლოგია თუ ოჯახში მშობელი ან აღმზრდელი. რთული ორგანიზაციაა. აი თქვენი სკოლის ერთ-ერთი ღირებულება ეს არის მთლიან პიროვნული განვითარება. დიახ. თქვენ როგორც ტრენერს მინდა გკითხოთ, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს ცოდნის ნაწილი, უნარჩვევების ნაწილი, დამოკიდებულებების ნაწილი. აი ამ ჭრილში რომ გაშალოთ, რა არის, რას გულისხმობს მთლიან პიროვნული განვითარება? მთლიან პიროვნული განვითარება გულისხმობს ყველაზე მთავარს ალბათ განათლებაში. რომ ჰოლისტურად შევხედოთ ადამიანს. ადამიანს შევხედოთ როგორც ისევ იქ მივდივართ იცით რთულ სისტემას. ემერჯენტულ სისტემას, ბოდიში ხან ტერმინისთვის, მაგრამ შევეცდები რომ უფრო იოლად ახსნა რას გულისხმობ. ადამიანი არ არის იოლი არქიტექტურის მქონე არსება. ხაცა ესე წრფივად ან საათივით ესე რაღაც მექანიკურად აწყობილი არსება. ადამიანი ემერჯენტული სისტემაა, ტვინი არის ემერჯენტული სისტემა. ვერც ერთი ნაწილი და რას ნიშნავს ეს არსებითად? ვერც ერთი ნაწილი ადამიანის ორგანიზმის, ტვინის, ნეირონის, ცხოვრების, ბიოგრაფიის ვერ გვაძლევს ვერც ერთი ნაწილს ვერ გავყავართ სრულ სურათზე. ნებისმიერი ორი ნაწილი ურთიერთქმედებაში, ადამიანის ცხოვრებაში იქნება თუ ნეირონულ სისტემაში იწვევს რაღაც ისეს, რაც არ დაიყვანება მის ნაწილებზე. ჩვენ ვართ რთული ემერჯენტული სისტემები. აქედან გამომდინარე ეს არის სწორედ პასუხი აეროპორტი უფრო ძნელია თუ 100 ბავშვის ერთობლივად თანაცხოვრება, თანამოღვაწეობა. ეს არის პროცესი, რომელშიც ადამიანი არის პროცესი, სხვა შორის ესეც შეგვიძლია შევხედოთ. ადამიანი არის პროცესი, რომელშიც ბევრი რამე არის ერთი რო არ დაიყვანება კიდევ მეორე რაღაც ნაწილებზე. აი როგორც მარტივად რო ვთქვა, ჯანმრთელობის თემა, რომელიც ერთ-ერთი ნაწილია ადამიანის ცხოვრების. ჯანმრთელობას რო შევხედოთ, ხო, ექიმების მთავარი გამოწვევა რა არის ხოლმე? მან იცის როგორც მექანიზმს რა უყოს, ხო, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ასწავლეს როგორ უნდა დაშალოს ეს მექანიზმი ნაწილებად და თითოეულ ნაწილს რა, ხო, სად რა დიაგნოსტიკა როგორ ჩაატაროს და სად რა, თქვათ, სამკურნალო ილეთი მიუსადაგოს. და მაგრამ პრობლემა შემოდის იქ, როცა ადამიანის ქცევა სამართავია. ხო, ჩვენ ვიცით რა მხელა გამოწვევა არის ეს პირადად მე, ხო, ენდოკრინოლოგთან როცა მივდივარ, ვხედავ როგორ ვჭიდაობთ ერთად იმ ურთულეს მოვლენაზე, რასაც ცხოვრება ქვია და ჯანმრთელობის მართვა ქვია. იმიტომ რომ ის არ დაიყვანება არც ერთ მედიკამენტზე. ან არც ერთ რაღაც ორგანოში მიმდინარე ქვეპროცესზე. სინამდვილეში ადამიანი არის ჰოლისტური მოვლენა, იმიტომ რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკეთეს კეთილდღეობაში გადასვლას ამ შემთხვევაში ჭირდება კიდევ რაღაც. რაც მოიცავს ქცევას, რაც მოიცავს ფსიქოემოციური მდგომარეობის, მენტალური მდგომარეობის მართვას, რაც მოიცავს ხო კიდევ დამატებით არის გასეირნებას, ცხოვრების ნირზე ზემოქმედებას და გავდივართ მთელ იმაში კასკადებში, რომელშიც არ ვიცით ზუსტად რა ვქნათ. შესაბამისად, ეხლა განათლებაში და საკლასო ოთახში გადავიტანოთ ეს ამბავი. განათლებაში და საკლასო ოთახში თუ გადავიტანთ ამ ამბავს, აღმოვაჩენთ, რომ სულ მცირე რამდენიმე დიდი კომპონენტი უნდა მართოთ
როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში. პირველ რიგში ეს არის ფუნდამენტური უნარები, ბავშვები სკოლაში მოდიან იმისათვის, რომ ისწავლონ კითხვა, ისწავლონ წერა, ისწავლონ მათემატიკა, ხო, განუვითარდეთ რიცხვითი აზროვნება და შემდეგ გაშალონ ეს ყველაფერი სხვადასხვა საგანში, დაეუფლონ რაღაც გარკვეულ კანონებს, წესებს და ასე შემდეგ ამა თუ იმ დისციპლინაში, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ერთმანეთთან ინტეგრირებულად. ეს არის ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ასევე ფილოსოფიის წამყვანი კომპონენტი. აი მეორეს თუ შევეხებით, ეს არის დაფუძნება ფუნდამენტურ უნარებზე, სერიოზული აქცენტი ფუნდამენტური უნარების განვითარებაზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა დაემართოს თანამედროვე ბავშვს წიგნიერებასთან მიმართებით, კითხვის გარეშე შორს ჯერ ვერ მივდივართ. მათემატიკურ ლოგიკური ინტელექტის განვითარების გარეშე შორს ვერ მივდივართ. შესაბამისად და მით უმეტეს დღეს, როცა ბევრი ინდუსტრია გვებრძვის, რომ ბავშვის ყურადღება სხვაგან წაიღოს, აი ჩვენ ვართ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე. და ეს მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვების თუ რამე შეიძლება ისწავლო, ალბათ ცხოვრებაში ეს არის ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, კონფლიქტების ჩათვლით. იმიტომ რომ ჩვენ კონფლიქტური არსებები ვართ, ჩვენ ინტერესებს ესე ხშირად მკვეთრად და ესე მწვავედ ვიცავთ და ეს ართულებს ურთიერთობებს, რა თქმა უნდა. ხო, ჩვენი სურვილებისა და ინტერესების გამტანი არსებები ვართ შინაგანად, ევოლუციურად ასე ვართ მოწყობილები და ეს რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ შეხლა-შემოხლებს, გაუგებრობებს და ასე შემდეგ. ამის მართვა ბავშვობიდანვე, აი ძალიან მომეწონა ჩვენმა ფსიქოლოგმა ერთ-ერთ მშობლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ თქვა ჩვენ არ გვპირდებით, რომ კონფლიქტი არ იქნება ბავშვებს შორის, არავითარ შემთხვევაში არ გააჩინოთ ასეთი მოლოდინი, იმიტომ რომ არ არის სწორი ეს მოლოდინი. ჩვენ გვპირდებით იმას, რომ კონფლიქტის მართვას, თვითრეგულირებას და ურთიერთობის რეგულირებას ბისთვის ბევრ რამეს გავაკეთებთ და ბავშვები იქნებიან ესეთი ყოჩაღი თვითმარეგულირებლები ურთიერთობაში. ეს მეორე, სოციოკულტურული ინტეგრაცია, როგორ ვიცხოვრო, ვითანამშრომლო და ვიმოღვაწეო სხვებთან ერთად. რაც არის დღეს განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესი. მესამე უმნიშვნელოვანესი, ასევე უნიკალური ასპექტია ჩვენი სკოლის, კვლევებიც აჩვენებს, რომ კლასიკური განათლება არის მნიშვნელოვანი. კლასიკური იყო დრო, როცა ჩვენ ზერელეთ შევხედეთ ამ თემას, მივივიწყეთ ეს ამბები. დღეს საბედნიეროდ ის დიდი უნივერსიტეტები, წამყვანი სკოლები კლასიკურ განათლებას, რომელიც არის ხო, ესეთი ტრადიციული პაკეტი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, არა, მათ შორის გეომეტრია, მათემატიკა და ასე. კლასიკური განათლების ციკლებში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიბრუნება დანტესთან, შექსპირთან, ფაუსტთან, შეიძლება ის დამაფრთხობლად ჟღერდეს ახლა 7 წლის მშობლისთვის, მაგრამ არავითარი დაფრთხობა ამაში სინამდვილეში არ არის. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 15-16 წლის ასაკში ბავშვს კონდეს გამოცდილებაში, აი დიდ უზარმაზარ წიგნებთან, სიბრძნეებთან შეხება, გადახარშული კონდეს ეს სიბრძნეები და იყოს მატარებელი იმ სურვილის, რომ რამე დაწეროს ამაზე, სხვას ელაპარაკოს ასეთ თემებზე, როცა ფილმში წააწყდება რაღაც, ხო, და რეზონირდება, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ ხოლმე, რეზონირდეს არა მხოლოდ გუშინდელ ან უბანში მიღებულ გამოცდილებასთან, არამედ რეზონირდეს ჰამლეტის გამოცდილებასთანაც. კი ბატონო. გასაგებია, რომ ფსიქოლოგების ჩართულობა, მთლიან პიროვნული განვითარება გულისხმობს სასიცოცხლო უნარების განვითარებასაც, მაგრამ მაქვს ესეთი კითხვა, ჩემი გამოცდილებიდან ამოდივარ ამ შემთხვევაში, მე მახსოვს ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც რომელიც იყო კერძო საბავშვო ბაღის ჯგუფი, რამოდენიმე ბავშვმა დასვა ესეთი კითხვა, რას ნიშნავს სიტყვა ღარიბი? ნაცარქექია იყო ღარიბი. და მე პედაგოგი შეეცადა, რომ აი როცა ფული არ აქვს,
ბავშვმა ეკითხა ბარათი, აი ბარათიც რომ არ აქვს. აი მაღაზიაში ვერ ჩავა, გლოვოს ვერ გამოიძახს, ანუ რაღაც ძალიან გაშალა ეს თემა, იმიტომ რომ ვერ გაიგო რას ნიშნავს ღარი. მე მაინტერესებს აი ეს სივრცე, სადაც ყველაფერი ისწავლება, ძალიან მაღალი პროფესიონალური მიდგომებია, სადაც თლიან პიროვნული განვითარება. აი ამ სივრცეში მყოფ ბავშვს რამდენად აქვს იმ ველთან კონტაქტი, რომელ ველშიც ის მოვიდა. რამდენად ახერხებთ, რომ სოციალიზაცია მოხდეს მთლიანად სამყაროსთან? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვა. ხო, სამყარო არის ძალიან მობილური, ხო, ეს თქვათ. განსხვავება გაცილებით მეტია დღეს, სოციოკულტურული განსხვავებები, მოდი ვთქვათ ესე, ურთიერთობებში და გარემოში არის გაცილებით უფრო ხელშესახები და თვალსაჩინო, ვიდრე იყო ალბათ რამდენიმე ათეული. თუნდაც მაშინ როცა მე ვიზრდებოდი, როცა მე დავდიოდი სკოლაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მე ვიტყოდი. ჯერ კლასის დონეზეც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ხო, კლასის ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფასეული მოვლენაა. ახლა თქვით ზუსტად, ხო, კლასში სწავლობს ადამიანი ქცევას, ურთიერთობას, ნორმების შეჯერებას, შეთანხმებას, კონსენსუსამდე მისვლას, ან ვერ მისვლას და ასე შემდეგ, კონფლიქტის მოგვარებას და ასე შემდეგ. და დიაპაზონი, სიჭრელე კულტურული, სოციოკულტურული იმდენად დიდია, ერთი კლასის დონეზეც კი და იმდენად თვალსაჩინოა, რომ რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევის სახით გვეძლევა სკოლაში. აი მასწავლებლები მართლაც ანუ მეორე მხრივ დისციპლინა და ნორმალიზება არის უზომოდ მნიშვნელოვანი. დიახ. უზომოდ მნიშვნელოვანი. და ეს არის სერიოზული გამოწვევა. ჩვენ არ გვაქვს პასუხები, ესეთი მზაპასუხები, რა გავაკეთოთ აი განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების აი ამ კულტურული რუკის ასეთ სიჭრელეში. იმიტომ რომ ყველა ოჯახს, ყველა ბავშვს ოჯახიდან მოაქვს რაღაც განსხვავებული. დიახ. ისევ გაზრდილი მობილობის გამო, იმიტომ რომ ხო და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ეს თემა. ანუ თემად გვაქვს, ანუ გამოწვევად გვაქვს ეს. მუშაობთ ამაზე. ჩვენ ხშირად ვუთმობთ სპეციალურ შეხვედრებს. აი ეს გუნდი, რომელიც აქტიურად მუშაობთ ამ თემაზე, ხშირად ვუთმობთ ამ შეხვედრებს, რათა გავარკვიოთ ქცევების ესე როგორია ყველაზე სწორი მიდგომა და რელევანტური, არადამაზიანებელი იმავდროულად მიდგომა იმისა, რომ ინდივიდუალური განვითარება და სოციალური განვითარება ადეკვატურ კალაპოტში მიმდინარეობდეს. და ამ შეხვედრებს პირდაპირ ძნელია ხოლმე ასეთი შეხვედრები, როგორც წესი დროში მეც მოითხოვს, ვიდრე გრძელდება ხოლმე. და მაგრამ მივდივართ რაღაც ისეთ კონკრეტულ სამოქმედო, აი ახლაც მაგალითად სპეციალურ პოსტერზე მუშაობთ, რომელიც გვინდა რომ შევიტანოთ, რომელიც ქცევების რაღაცა სხვადასხვა მხარეების დარეგულირებას და კალაპოტში ჩასმას ითვალისწინებს. ბავშვებთანაც დავაანონსეთ და მინდა გითხრათ, რომ ყველა მიდგომა არ ამართლებს. დიახ. ყველა მიდგომა არ ამართლებს. არის ბუნდოვანებები ამ თემაში. თუ კი სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით მეცნიერებებიდან, რომლებიც ბავშვის განვითარებას და ბავშვების მათ შორის ფსიქოემოციურ სოციალურ განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს, უამრავი ღია შეკითხვაა ჯერჯერობით. ამ შეკითხვების რაოდენობა მატულობს. იმიტომ რომ ისევ მობილობა მატულობს, ხო, და სიჭრელე სოციალური და კულტურული მატულობს. თან საქართველო არის სოციოკულტურულად საკმაოდ მრავალფეროვან ადგილას ცხოვრობთ. ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რომელიც დავამუშავე, კულტურის რუკა, აი გვესაუბრება ძალიან საინტერესო, მათ შორის აღზრდის საკითხებზე, დასავლურ კულტურებში და თქვათ აღმოსავლურ კულტურებში რა განსხვავებები ამათ შორის და ასე შემდეგ. და საქართველო არის ძალიან ჭრელი ამ თვალსაზრისით. ჭყალებში ესე იარლიყებითაც რო ვილაპარაკოთ, ესე იგი მაგალითად ოჯახები, სადაც მეტია ექსპრესიულობა, მეტია პირდაპირი კომუნიკაცია, მეტია ნეგატიური უკავშირი,
ხო და ასე შემდეგ მეტია იერარქიულობა და ასე შემდეგ რომ შევადაროთ მეორე ტიპის ოჯახებს სადაც პირიქით ნაკლებია ხო არის უფრო მეტი მოკრძალება მეტი მორჩილება მეტი არის სიმშვიდე წესრიგის მოთხოვნა ხო გამწვავებული ესე ჩუმი უფრო იაპონურ ოჯახებს ლიტერატურაში ესე იხსენიებენ ხომ იტალიური და იაპონური ოჯახები საქართველოს არის ამ ხრივ ძალიან ჭრელი აი სოფლიდან სოფელში გადასვლის დონეზეც კი ხედავ კულტურულ ძალიან საინტერესო ესეთ კულტურულ თავისებურებებს, განსხვავებებს, მრავალფეროვნებას. და თბილისიდან არის ძალიან ჭრელი ქალაქი ამ თვალსაზრისით. ხო, ეხლა ძირითადად ჩვენთან მაინც ბავშვები ამ ქალაქიდან მოდიან და სხვა უბნიდან. გარდა ამისა, ბევრია ახლა შერეული ეთნიკურად შერეული ოჯახია რა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, მხოლოდ ერთი შეხედვით. არის ჩვეულებრივი მოვლენები, რომელსაც მასწავლებელმა თუ სკოლის მართვამ ასე ჩვეულად უნდა წარმართოს, სინამდვილეში არის უამრავი ნიუანსის წყარო. უამრავი ისეთი ნიუანსის წყარო, რომელიც სისტემურად როცა შევხედო, ისე აი ემერჯენტულად აღმოაცენებს ისეთ პროცესებს, რომელთა მართვა არ არის იული. ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუშაობს ამაზე. სადაც და ეს არის უკვე ჩვენი ლიდერობის სტილი და მანერა, რომ არავითარი ხელოვნური ჰარმონია, არავითარი ვითომ მიღწევები, ესე იგი იქ სადაც საჭიროა ყურადღების კონცენტრირება, იქ სადაც საჭიროა ამა თუ იმ ნიუანსის ამოწევა და დიაგნოსტირება, აი ჩვენ მოდი ვიყოთ თამამები, ღიანი და არ შეუპოვარნი, მოდი ესე ვთქვათ. აი პრაქტიკული მაგალითით რომ წარმოადგინოთ ერთი შემთხვევა, ვთქვათ, სადაც იგივე წესები, რომელიც არ გქონდათ დაგეგმილი და საჭირო გახდა. ან ზოგადად რა არის, რა წესზე დგას, წეს მიზნობრივად ვახსენებ, იმიტომ რომ წესი არის შეთანხმებული, ხო? ანუ ეს არ არის მე მოვიტანე და შენ უნდა გააკეთო. ეს წესი არის შეთანხმებული, ეს წესი გჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ერთნაირად გვესმოდეს, რას ნიშნავს ჯანსაღი სივრცე და ჯანსაღი გარემო. რა წესებია? რა თქმა უნდა, აი თუნდაც ეხლა რაც მიმდინარეობს იმაზე შემიძლია, კარგი ილუსტრაციაა სინამდვილეში. ესე იგი დაგროვილი ქცევების, ჩვევების, აი დაკრუებული ჩვევების, აი დამზერილი რაღაც ნიუანსების მსჯელობით და მათი კატეგორიებში მოქცევით, მივედით აი ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი კატეგორიის ქცევებზე ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ აი დარჩენილი 7-8 კვირის განმავლობაში. ერთია როგორ ვექცევით მასწავლებელს. იმიტომ რომ არის პრობლემები. და შეიძლება ახლა მახსენდება ჩემი სკოლა და როგორ ვექცეოდით მასწავლებლებს. ხო, არც კარგი სურათი წარმომიდგე ახლა თვალწინ. ჩვენ ძალიან უდიერად უხეშად ვექცეოდით მასწავლებლებს. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. ხო, იქ იყვნენ რჩეული, გამორჩეული მასწავლებლები, რომლებთანაც ვახერხებდით, სხვა შორის ეს ძალიან საინტერესოა და რადიკალურად კარგად ვიქცეოდით. ოღონდ შიშის ფონზე ალბათ. არა, პატივისცემით. ეს მასწავლებლები პატივისცემით, ეხლა ცალსახად ამას გულისხმობ. შიშის ფონზე მაინც ვცდილობდით, რომ სადღაც გვეპოვა დერეფანი იმისთვის დარღვევისთვის. ხო. როგორ ვექცევით მასწავლებლებს? რა თქმა უნდა, ეს ორხრივია. ეს ყველაფერი, როგორ ექცევიან მასწავლებლები მოსწავლეებს, მაგრამ მოსწავლეების მასწავლებელთან ურთიერთობის რამდენიმე წესი ჩამოვაყალიბეთ პირდაპირ. აი თუ არის მეორე პაკეტი ბოდიში უცებ მეორე არის როგორ ექცევიან მოსწავლეები ერთმანეთს. დიახ. როგორ ვექცევით მოსწავლეებს. მესამე პაკეტი როგორ ვექცევით სკოლას და გარემოს, სასკოლო გარემოს. ნიშნულოვანი აღმოჩნდა, რომ ეს სამ კატეგორიად წერილიყო, აი ხა პოსტერის სახეს ვაძლევთ და იგეგმება ესე სპეციალური ზომები, როგორ გავაცოცხლებთ ამ ღირებულ ნორმებს
ყოველდღიურობაში გაკვეთილებზე ეზოში იქნება თუ სხვაგან. ერთი ესეთი მაგალითი გამახსენდა მოზარდის მიერ გაზიარებული, რა თქმა უნდა არ დავასახელებ სკოლას, მეუბნება რომ იცი ჩვენ სკოლაში რა არის სასჯელი, ჩვენ 4 დღე აღარ მივდივართ სკოლაში. ოღონდ ეს სასჯელი არის სკოლის მიერ აღქმული და ბავშვი არის ძალიან ბედნიერი. სკოლაში არ მივდივარ, სახლში ვარ და ძალიან კარგად ვარ და ზოგჯერ ბავშვები მიზნობრივად იქცევიან ესე რომ ერთი 4 დღე დაისვენონ. მეტი არაფერი სასჯელი არ გვაქვს. აი ეს სასჯელიც არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ რა არის ის დისციპლინა, რომელიც თუნდაც არ გქონდათ დაგეგმილი, მაგრამ რაღაც გარემოება მოითხოვა აი ამის რაღაცა მკაფიო ჩამოყალიბება. მე ვიტყოდი რომ მაშინ როცა ეს დაინერგა და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილიც გახდა, რომ შეგვიძლია მოსწავლე გავათავისუფლოთ სკოლიდან, ხო და დღეების რაოდენობა ვთქვათ, იყო ამ სანქციის ვთქვათ რაოდენობრივი მხარე. მე ვიტყოდი რომ ეს არის ერთ-ერთი კარგი, ძალიან კარგი ილუსტრაცია იმის თუ როგორ მოაქვს ზოგჯერ ნეგატიური შედეგი სხვა კულტურიდან რაღაცის ესე უპირობო ჩამოტვირთვას. დიახ. ესე რაღაცების გადმოწერას უბრალოდ. და გაუაზრებელ მიმბაძველობას. სოციალ სამასინათ ერთ კარგ მოხსენებელს უსმენდი YouTube-ში TED Talks და ამბობდა ამას რომ აღტაცება ძალიან ხშირად არისო ცუდი გადაწყვეტილების წყაროა. და აი ეს ჩვენი გადაჭარბებული ხიბლი, რომელიც მეც პირადად ჩემ თავზე ვიტყვი პირველ რიგში 90-იან წლებში დავიწყე ძალიან აქტიურად საქართველოს გარეთ სხვა ქვეყნებში სკოლებში სიარული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უამრავი სკოლა მაქვს ნანახი და ძალიან ბევრი აღტაცება გამომიცდია და ბევრი აღტაცებით ჩამოსულ ვარ ინსაიტებს რო უძახიან ახლა და ახლა უკვე 10 წლეულები უკვე პრინციპში შემიძლია ვთქვა რომ გავიდა მას შემდეგ როცა ახლა რეფლექსიას ვაკეთებ ან როცა ახლა მაგისტრანტი მეუბნება აღტაცებულ მაგისტრანტს ხედავ რომელიც რაღაცის ინოვაციური ან უბრალოდ რაღაც სიახლით არის აღტაცებული და უნდა რომ ეს გაატაროს რომელიმე საჯარო სკოლაში ვთქვათ რაიონში სადმე ან თბილისში უნდა რომ მოსინჯოს ეს რეფლექსია მეუბნება ხოლმე რომ შეიძლება ბევრი გადაწყვეტილება აღტაცებით მიიღო არარელევანტური სულელურიც კი საზიანოც კი სამწუხაროდ ასეთი სანქცია თქვენ რაც თქვით ახლა სკოლიდან დათხოვნა ბავშვის რამდენიმე დღის არ არის ადეკვატური ქართული კულტურის ფონზე, რადგან კულტურაზე ვისაუბრეთ. ეს არ არის ქართული ოჯახი, ქართული სკოლა, ქართული უბანი, ქართული სამეზობლო არ არის მოწყობილი იმგვარად, ისევ აი ემერჯენტული სისტემა, სისტემის დონეზე როცა შევხედავთ, zoom-out-ს თუ გავაკეთებთ და უფრო დიდ ფაზლში შევხედავთ ჩვენს კულტურას. ეს არ არის ადეკვატური სასჯელი. ნორმა უნდა იყოს ადეკვატური. ნორმა უნდა იყოს რელევანტური. თუ კი გვინდა რომ მან იმოქმედოს და მან მოაწესრიგოს რაღაც. ხო და ალბათ რაღაცა ეს დროში შეიძლება დააკვირდე ამ პროცესს, რომ ხედავ რომ ბავშვი მიზნობრივად აზიანებს, იმიტომ რომ ის შედეგი მიიღოს. რა თქმა უნდა, ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს манипуляციას, როგორ გამოიყენოს, ხო, თავის და სასარგებლოდ, ის რაც შენ გონია რომ შენთვის ან ოჯახისთვის არის სასარგებლო. ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა რომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ოჯახთან დიალოგი. და ნორმები მოდის ოჯახიდან. დიახ. სკოლა მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის იმას და ვთხოვ ყველა მშობელს რომ იფიქროს ამ თემაზე, სკოლა მნიშვნელოვანწილად ვერ შეცვლის იმ ნორმატივებს, რომლებიც ოჯახში ნიადაგის სახით, რომელზეც არის ამოზრდილი ბავშვის ჩვევები, ქცევები, დამოკიდებულებები და ხო რეაქციები და ასე შემდეგ. სკოლა შეუძლია, რა თქმა უნდა, კარგი სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერიოზული
სოციალური და კულტურული კალაპოტი შეუქმნას ბავშვის განვითარებას, მაგრამ ის ვერ იქნება მოპაექრე, ვერ გადაიქცევა მოპაექრედ და მტრად თუ გნებავთ, რაც ზოგჯერ ხდება ხოლმე ოჯახურ კულტურაში გავრცელებული ნორმების. ამიტომ მშობლებთან დიალოგი არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და მე მიხარია ძალიან რომ ჩვენმა სკოლამ უკვე აი ამ მცირე თუნდაც მოვაწეობის ამ მცირე ისტორიით უკვე მოახერხა მშობლებთან ჩვენ მოსინჯეთ რამდენიმე განსხვავებული ფორმატი მშობლებთან ურთიერთობის და საკმაოდ ექსპერიმენტულები ვართ ამ კუთხით. იმიტომ რომ ეს არის ასათვისებელი სივრცე ჩვენ საქართველოში გვაქვს გამოწვევა ახალი ფორმატებს უნდა შევქმნათ, მივაგნოთ ახალ ფორმებს სკოლასა და ოჯახს შორის ნაყოფიერი დიალოგის, კონსტრუქციული თანამშრომლობის და ფოკუსირებულად ბავშვის განვითარებაზე, იმიტომ რომ სამყარო იცვლება იმგვარად, რომ ოჯახი, სკოლა ვდგებით ყოველ კვირეულად, ლამის უკვე ვდგებით ახალი გამოწვევების წინაშე. ამაზე ცალკე კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ერთი არის, რომ ახლა ბოლოსაც მაგალითად კოუჩინგის ტექნიკები, ტრენინგის ტექნიკები, კოუჩინგის ტექნიკები გამოვიყენებ მშობლებთან. ასეთი რეგულარული შეხვედრების ციკლები, როცა გვაქვს ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე. ახლა ბოლოზე სპეციალურად გამოვიყენე კოუჩინგის ტექნიკა, არტ თერაპიის პატარა ისეთი, არტ კოუჩინგის უფრო ზუსტი თუ იქნები, ელემენტებით და გამოიწვია, რა თქმა უნდა, ამან საინტერესო დიალოგი, ძალიან საჭირო რეფლექსიები, რაღაცა შეკითხვები, საფიქრალები, აგერ აზროვნების აკადემიის ტერმინიც რო შემოვიტანოთ, რაც ცხადია გაგრძელდება. იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის მოენატრებათ სასარგებლო და საინტერესო საუბრები. და სკოლასა და ოჯახს შორის იმდენია სასაუბრო და იმდენად საინტერესოა თან. გარდა იმისა, რომ სასარგებლო და საჭიროა. გარდა იმისა, რომ სასარგებლო და აქტუალურია. იმდენად საინტერესოა. ის დიალოგი, რომელიც შეგვიძლია წარმართოთ სკოლასა და ოჯახს შორის, რომ კარგად გაკეთებული აუცილებლად სანატრელი გახდება და მინახავს ეს. მინახავს ეს, ჩემი თვალით მინახავს. მინახავს საბედნიეროდ საქართველოშიც, ოღონდ იშვიათად, გამონაკლისის სახით. და მინახავს უფრო ჩაფლავებული ინიციატივები მინახავს საქართველოში. მე თვითონაც ვიყავი ერთ-ერთი პროექტი, ჩემი პირველი კარიერის იყო მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციების პროგრამა. რომელიც სხვა შორის საკმაოდ იმ დროისთვის საკმაოდ სუყედ დაფინანსებული პროგრამა იყო. და რაიონებში, აი ქალაქ, რაიონ, სოფელ დავდიოდით სკოლებში, აი მშობლებს ეპატიჟებოდით და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ჩვენი კულტურა არ იყო მომწიფებული ამისთვის. ახლა დგას პერიოდი, მე მიწევს უამრავ ორგანიზაციასთან მუშაობა, ასევე როგორც ტრენერს, როგორც ფასილიტატორს. უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელიც აი ტრენინგს ვატარებთ რაღაც უკავშირის თემაზე, ხო? სამსახურში რაღაც სამუშაო პერფორმანსის თემაზე, ან რაღაც ლიდერობისა და მენეჯმენტის თემებზე. შესვენებებზე, როცა პრეზენტაციის დაწყებამდე ვამბობ, რომ განათლების სპეციალისტი ვარ ციგნიერების საკითხებში ვერკვევი და სკოლებთან მიმუშავია და ასე შემდეგ. უნდა ნახოთ შესვენებაზე რამდენ შეკითხვას სვამენ ადამიანები ოჯახში ბავშვების აღზრდასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, ან გამოწვევებთან დაკავშირებით. არის დრო ახლა, რომ ეს მართლაც ძალიან მომწიფებულია. უკვე ხმაურობს ეს სიმწიფე, რომ ფორმატებია უბრალოდ მოსაძებნი. აი ადეკვატური ფორმატებია მოსაძებნი, რომ საკმაოდ დაკავებული მშობლების დედა, მამა, ხო, რომელიც საკმაოდ დიდ რაოდენობას კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებას ანდომებს და სამსახურს ანდომებს, პირდაპირ ვთქვათ, როგორ მოვახერხოთ, სად ვიპოვოთ ის დერეფნები, ის ეზო როგორ მოვაწყოთ, სადაც შევიკრიბებით და ბავშვების ცხოვრებაზე, განვითარებაზე, მომავალზე ცოტა მეტ დროს დავუთმობთ ამ თემაზე დიალოგს. დიახ. თქვენთან არის ინდივიდუალური მიდგომა. დიახ.
თუ გაქვთ მშობელთა კრება, არა ის იმ ფორმატის, რომელიც თქვენ თქვით, ხო, რაღაცა არტ-თერაპიული. მშობელთა კრება არ გაქვთ და რატომ არ გაქვს როგორც ასეთი. მე მახსენდება ერთ-ერთი შეხვედრა, ოღონდ ის იმას მშობელთა კრებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ეს იყო უფრო შეხვედრა მშობლებთან. რაც უფრო გაცნობიტი იყო წლის დასაწყისში, ასეულწლის დასაწყისში. არა, მას შემდეგ გულწრფელად რო გითხრათ, მე ვარ მომხრე მშობელთა შეკრებების. არა მშობელთა კრების, რომელიც ეხლაც სპაზმებს იმაში ვიწევს აი ორგანიზმში პირდაპირ რო გითხრათ, რომელიც იყო ჩემ დროს. და ახლა დღეს ალბათ ნაკლებად იციან მშობლებმა რა იყო ის. მოდი ვთქვათ რა არის მშობელთა კრებაში საფრთხის შემცველი, აი რაღაცა პედაგოგებსაც მშობელთა კრებაში რომ მივაწოდოთ ამისთვის. მოდი, რადგანაც მე პრინციპში ესე პრაქტიკულად მოწყვეტილი ვარ ამ ფორმაციით, იმიტომ რომ აღარ ტარდება. ალბათ არ ვიცი საჯარო სკოლებში ტარდება თუ არა. ტარდება საჯარო სკოლებში, ხო? ეხლა კერძო სკოლებში როგორც წესი ცდილობენ რომ გაერიდონ ამ პრაქტიკას, იმიტომ რომ არის ბევრი მიზეზი საიმისო თუ რატო არ უნდა აკეთო ეს. რაც შეეხება იმას თუ რა აქვს ესე იგი ნეგატიურ მხარეებზე რო ვთქვათ არა მოდი ასე ვთქვათ თუ კი ბავშვის მოსწრებაზე უნდა ვილაპარაკოთ მშობელთა კრებაზე იმიტომ რომ თავი რა არის ხო დანიშნულება და შინაარსი და ფორმატი ამ სამივეს თუ შევხედავთ მოდი ვთქვათ ესე შინაარსს შევხედოთ თემატიკა რა არის ამ შეკრების ხო დანიშნულება რა არის თუ დანიშნულება არის ის რომ ჩვენ ხო განვიხილოთ თითოეული ბავშვის მოსწრება და თან მით უმეტეს როგორც ჩემ დროს იყო მშობელს ნეგატიური უკავშირი მისცე და მოსთხოვო კაცრი ზომები, გამკაცრებული ზომების მიღება რომ მოსწრება ან ქცე ყოფაქცევა გაუმჯობესდეს. მაშინ ეს არის, ანუ საკონცენტრაციო ბანაკს გავს ეს უფრო რა, ეს გავსება ვიდრე და მე ხშირად მithქვავს, მე მგონი პოდკასტებშიც ვამბობ ხოლმე, ვყვები, ტრენინგებზეც ვყვები ხოლმე, როცა არის ამის მომენტი. ოსვენციმში ნამყოფი ვარ. მუზეუმად არის ხო ის საკონცენტრაციო ბანაკი გადაკეთებული და სპეციალურად ჩავედი და ვნახე. და ის შემზარავი სრულად შთაბეჭდილებები, რომელთაც იქნა წამოვიდა, ეხლაც კი არ ვიცი რა. თრგუნავს და იმას შვება, ხო? ერთ-ერთი დიდი რეფლექსია, რამდენიმე დიდი რეფლექსია გამომყვა იქიდან. ერთი იყო ინდივიდუალური და მეორე უფრო სოციალური ხასიათის. ერთ-ერთი დიდი რეფლექსია იყო, რომ ჩვენი სკოლები და ორგანიზაციები მნიშვნელოვნად წააგავს საკონცენტრაციო ბანაკებს. აი მქონდა ესეთი პირდაპირი რეფლექსიები. შეიძლება ეხლა რაღაცის გადაჭარბებად უტრირებად, ან ხო რაღაც პირად არასწორ ფანტაზიად ჩავთვალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ არა, მე შემიძლია ამაზე სერიოზულად ვილაპარაკო. იმიტომ რომ ასეთი კონტრასტების თანახვა არის მნიშვნელოვანი ზოგჯერ რაღაცის უკიდურესი სურათში, პოლარიზებული სურათის, რადიკალური სურათის ნახვა გაძლევს კარგ მინიშნებებს. რეფლექსიისთვის, შეცვლისთვის, რაღაცა უკეთესობისკენ წასასვლელად. ხო, როგორც იგივე, თქვათ, დანტეში ჯოჯოხეთში ჩასვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვაგან მოხვდე მე უკეთეს რაღაცაში. და ის ჯოჯოხეთი, რომელიც იქ ნახეთ, ეს იყო მშობელთა კრების აი ფორმატზე თუ ვილაპარაკებთ. ტერორიზმი იყო ერთგვარი. ტერორიზმი, აი სერიოზულად თუ ვისაუბრებთ ახლა და არ მივიღებთ ამას, რომ იცი ნორმა იყო და ახლა ნორმა ძლიერი რამეა. ახლა იცი რა ნორმა იყო ეს და გასაგებია, ოღონდ ყველა ნორმას აქვს არსებობის პირობები და ყველა ნორმას აქვს გადახედვის ციკლები. და მშობელთან ისე ლაპარაკი სხვა მშობლების თანდასწრებით შენი შვილის მოსწრებაზე და რაც შენი ოჯახის მოსწრებასაც გულისხმობს ამავდროულად და იქ ესეთი სადამსჯელო იმის მოწყობა აი სრულიად გაუგებარი მოვლენაა. თუმცა შეკრება შეგვიძლია დავუთმოთ ისეთ საკითხებს შევიკრიბოთ და ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე რაც ყველას გვეხება. რომლებიც გამოსადეგია, რომლებიც ექსკურსია, თქვა სპექტაკლი. რა თქმა უნდა. აგერ პროფესიების დღე მოვაწყვეთ.
მშობლებთან ერთად რა ტიპის აქტივობებით შეიძლება გავამდიდროთ ბავშვების აქ ცხოვრება და მოღვაწეობა, ხო? გნებავთ სახლში, გნებავთ აქ. ფსიქოლოგს ვარ მოусმინოთ, რომელიც ისაუბრებს რაღაც, ხო? შექების თუ უკავშირის ფორმებზე, ჯანსაღ ფორმებზე. იმდენი რამე სხვა თუ არაფერი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ხო? თქვათ რომელი რესურსი მოგწონთ, რაიმე რესურს ხო არ ხედავთ დამატებით სკოლაში. აიმე ახალი მოლოდინები ხო არ გაქვთ სკოლის მიმართ, ან სკოლას ოჯახის მიმართ. უამრავი ნაყოფიერი თემა შეიძლება შემოვიტანოთ ამ პროცესში და ამას გეგმავთ კიდეც. ასეთი შეხვედრების არათუ მომხრე ვარ. არამედ მიმაჩნია, რომ სკოლაში ლიდერობის და განვითარების აუცილებელი პირობაა. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მშობლების ინიციატივით რაიმე დაგიგეგმავთ, თქვა მშობელი შემოვიდა და რამდენი ღია სკოლა ამისთვის. ვეკითხებით ხოლმე მშობლებს. ეს მოხდა საახალწლო საშობაო თემაშიც, როცა გრინჩი განმოვითარეთ, იქაც იყო ძალიან საინტერესო ჩართულობები მშობლების მხრიდან. ეს მოხდა მერე, აი ახლა გაზაფხულზე გქონდა საინტერესო ძალიან პროფესიების ამბავი, როცა მშობლებმა გამოთქვეს ინიციატივა, მოვიდნენ ბავშვებს დაუთმეთ სპეციალური პროფესიების საათები ჩავატარეთ. და კიდევ იქნება უამრავი, დარწმუნებული ვარ ამაში. დიახ. ბატონო პაატა, ერთი გამოცდილება მინდა გავაზიარო ემიგრაციაში მყოფი მშობელი, ქართველი მშობელი ყვება ესეთ რამეს, რომ ყველაზე დიდი აღფრთოვანება მქონდა მაშინ, როდესაც ჩემი შვილი მივიყვანეს სკოლაში და დავინახე, რომ დირექტორი გამოვიდა ქოლგით წვიმიან დღეს და თითოეულ ბავშვს მიაცილებდა ეზოდან კარამდე. მე რამდენადაც ვიცი თქვენ შედიხართ საგაკვეთილო პროცესში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რატომ დაგეგმეთ? რატომ არის ეს თქვენთვის ღირებული? ძალიან ძვირფასი მოვლენაა ჩემთვის. მიზეზთა გამო. უფრო გამოწვევას უკავშირდება ამ უკავშირდებოდა თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიღება. სკოლაში ისე გადავანაწილეთ საათები, ხო, ეს ერთ-ერთი სერიოზული თემაა, განრიგის აწყობა და აქაც რაღაც ახალი ფორმები ამ სოფლიოში, ფინეთში, ფილიპინებში ნახე განსხვავებულად აწყობილი დღე. დიახ. საინტერესო მიდგომით. ახლა ამას შევეშვათ, ესე იგი, რომ ისე გადანაწილდა საათები, ისა რომ გამოჩნდა ერთგვარი ლუფტი წიგნიერების, აი ეს ორი გაკვეთილი კვირაში, გაკვეთილს არ დავარქმევდი, მოდი საათს დავარქმევ, წიგნიერების საათი ორი კვირაში თითოეული კლასისთვის. და იყო შეკითხვა, ვინ ჩაატარებს, ერთმა ჩაატაროს ყველა თუ გადანაწილდეს ხო? გადანაწილდეს ფსიქოლოგი შევიდეს თუ უფრო ლიტერატურის სპეციალისტი და ასე შემდეგ. განვიხილავთ როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკითხია ნებისმიერი სკოლისთვის და მე გამოვხატე, რაც დავინახე, აი აქ რაღაც შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ჩემთვისაც, მათ შორის როგორც წიგნიერების სპეციალისტისთვის. ეხლა მე კი განათლების სპეციალისტი გითხარით ამ პოდკასტისთვისაც, მაგრამ ჩემი სპეციალობა არის სპეციალიზაციაზე თუ ვილაპარაკებთ, არის კითხვა და წერა. კითხვისა და წერის სწავლების პროცესების მართვა. ანუ წიგნიერების პროცესების მართვა. რა არის, როგორ ვითარდება კითხვის უნარი, რა აფერხებს კითხვის უნარის, ხო, გეგმაზომიერ განვითარებას, როგორ გავაღვიოთ კითხვის мотиваცია. ეს არის ჩემი მთავარი შეკითხვები. და მათ შორის პრაქტიკები, რაც მთავარია. რა აქტივობებით შევძლოთ მით უმეტეს დღევანდელ YouTube სამყაროში და ვიდეო თამაშების სამყაროში, როგორ გადავარჩინოთ წიგნი და წიგნიერი აქტივობები. დიახ. რაც არის უზარმაზარი ცალკე კიდე დიდი თემა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. და გადავწყვიტე ამ გამოწვევასთან მიბრუნება. იმიტომ რომ იყო დრო, როცა ამ გამოწვევაზე ძალიან დიდი პროექტები მიკეთებია, ყოფილვარ მენეჯერი, ლიდერი, ტრენერი, უშუალოდ განმახორციელებელი, ესე ხელებ დაკაპიწებულს და ქვეყანას მოდებულს მირბენია საერთაშორისო კონფერენციებზე და ასე შემდეგ და მომისინჯავს უამრავი რამე, მაგრამ გარკვეული პერიოდით ვიყავი დისტანცირებული ამ თემასთან, მას შემდეგ რაც აი G-Pride ერთ-ერთი ცნობილი დიდი პროექტი დასრულდა. და გადასული ვიყავი უფრო და ეხლაც ვარ უფრო ორგანიზაციებში, ხო, ტრენერობასთან და ასე შემდეგ. და ამასთან მობრუნება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ეს არის მიზეზი.
რომ აი შეცვლილ გარემოში, აი რაც ვახსენე YouTube-ისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, წიგნიერების რაინდობა დავარქვათ თუ გინდათ ამას, იმიტომ რომ მართლა აქამდეა საქმე მისული. ამაზე ცალკე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რატომ არ კითხულობენ ბავშვები, რა საფრთხეები აქვს, ხო, კითხვის უნარს და ასე შემდეგ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლაში შეიქმნას განახლებული ფორმატი წიგნიერების საათის. დიახ. აი სწორედ იმის გათვალისწინებით, იმ ფონზე, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ხო, ჩვენ გარშემო და როცა ჩვენზე მეტად შეიძლება ინფლუენსერები ზრდიან ჩვენ შვილებს. და მესამე დიდი თემა იყო მოდელირება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ნახავენ ამ ექსპერიმენტებს, ახალ მიდგომებს და მე მიყვარს ძალიან ექსპერიმენტული მუშაობა, აი ახლაც მაგალითად ბოლოს რაღაც სპეციფიკურ ფორმატს მივაგენი, რომელიც მოეწონათ ბავშვებს. აი ერთი როცა მე ვუკითხავ, აი ახლა მოგიყვებით. აი როგორია, ხო, რა ტექნიკებს იყენებთ, როგორია რამდენი რა ტექნიკებს ვიყენებთ, ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა. ძალიან ხშირად ახლა უკვე თამამად შემიძლია ამის თქმა, იმიტომ რომ უამრავი რამე მომისინჯავს და უამრავი რამის ეფექტურობაზე შემიძლია ვილაპარაკო. ძალიან ხშირად რა თქმა უნდა უბრუნდებით იმას, რაც გამოცდილია კარგად. და ის რაც გამოცდილია კარგად წიგნიერებაში, დამწყებ წიგნიერებაზე გულისხმობ, ახლა არ გულისხმობ მოზარდთა ან დასრულთა წიგნიერებას, ეს ცალკე თემებია. ის რაც დამწყები მკითხველის ცხოვრებაში ამართლებს ძალიან, არის ის რაც ამართლებდა ყოველთვის. და ეს არის წაკითხვა მისთვის. ამბობ უნდა წაუკითხო ადამიანს. და ისეთი მაგია აქვს ამას, ისეთი ჯადოსნობაა ეს, რომ ვერ უძლებს ტვინი. ტვინი, ჩვენ ვიცით კარგად, ეს წმინდა ბიოფიზიოლოგიური პროცესამდე რო დავიყვანოთ, ტვინი არის მიჯაჭვული ამბების ამბებით იკვებება. დიახ. აი ლამის დაბადებიდან, აი ოდნავ რო გაარკვევს ბავშვი, რომ თურმე აი ეს რაღაცა სხვადასხვა რამეები ამბებით ეჯაჭვება ერთმანეთს და ეს ხდება ძალიან ადრეულ ასაკში უკვე. და ამის შემდეგ ადამიანი ხდება მუდამ სწურია და შია რაღაც ახალი ამბავი მიიღოს. ან თუნდაც მილიონჯერ მიღებული ამბავი კიდევ ერთხელ მიიღოს რაღაცა აი საყვარელი ერბო კვერცხივით. დიახ. ხო, რომელიც შეიძლება წანეხება ის. დიახ. და ნუ დედის მიერ წაკითხული ამ მხრივ არის უკიდურესად თავარი. მოდი ვთქვათ რატომ ესეც ხმა. ტემპრი. ხმამდე დადის ეს ამბავი, რომ ანუ შინაარსზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ხმა. დიახ. ხმა. რომელიც უსაფრთხოა მისთვის. რომელიც არის უსაფრთხო, რომელიც არის ჩვეული, ხო? რომელიც კონტაქტის შესაძლებლობა. რომელიც არის სანდო. აი ბევრ რამეზე შეგვიძლია ხა გავიდეთ აქ რა. მაგრამ დედის ხმის არის ჯადოსნური ძალა, ვიცით რა არსება. ტექნიკებს მე როგორც მამა, ცხადია მეც ხო სხვა შორის მარტო წაკითხვა არა, ზოგჯერ თხრობა უბრალოდ. აი storytelling-ს რო უძახიან ახლა. უბრალოდ თხრობა ბავშვისთვის რაღაცების. დიახ. ის დედებზე აღარ ვილაპარაკებ, ეს ხალხს, ნუ უბრალოდ აუცილებელია ამის კეთება რა. იცით როგორ არის, აი ძუძუს ჭმევასავით თემა არის, რომ დედამ აუცილებელ პაკეტში აღზრდის, აი უკიდურესად აუცილებელ პაკეტში აღზრდის, შეიტანოს თუნდაც 5-10 წუთით ბავშვისთვის თხრობა ან წაკითხვა, უკვე ხო ზრდასთან ერთად. მამას რაც შეეხება, მამაზეც ვთქვათ, ხო? მამები ცოტა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, იმიტომ რომ ნუ ერთი რო თვლით რომ ეს არ არის კაცის საქმე. ეხლა ჩვენს კულტურაზე თუ ვილაპარაკებთ რა, ხო, ზედმეტად არ ვიწუხებთ თავს იმით რომ ბავშვს უამბობთ დაუვიდეთ რაღაც მოუყვეთ ან ერთად წავიკითხოთ რაღაც და ასე შემდეგ. რაღაცნაირად მამების ჩართვა ამ თემაში გამოწვევა არის ჩვენ საზოგადოებაში და ამაზე სამუშაო გვაქვს. ხო, აი მე მაგალითად ზოგჯერ ნუ ცნობილ არსებულს ყაპრებს უამბობდი ბავშვებს, ზოგჯერ მე თვითონ ვიგონებდი რაღაცებს, ეხლა თუ ფანტაზიაც გიჭრის კარგია, იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც სხვანაირი ჯაზი ხდება ეს ამბავი.
და ბავშვსაც ვრთავდი ამაში, აბაში ხო, რა თქვა პერსონაჟის გაფერადებაში ინტერაქტიული ელემენტები შემოქონდა, საბოლოოდ ეს არის ის, რაც კლასშიც უნდა ხდებოდეს. ანუ ის ფორმები მუშაობის, აი ახლა მაგალითად ბოლო ციკლი ჩვენი, ბოლო ექსპერიმენტი, რომელიც კარგად მუშაობს ამჟამად ახლა კლასში, აი პირველებთან ვიტყვი, გუშინ ვიყავი. შევდივართ, წესრიგდებით, ვაანონსებთ მომდევნო წაკითხვას, ამას ცხადია ამ მოთელვას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს რომ 9 საათზე იწყება და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს დილით ადრე სახლიდან გამოსვლა. კი ადრე ვიღვიწებ და ბევრ ამას ვაკეთებ, მაგრამ აი სადმე მისვლა დილის 9 საათზე ჩემთვის არ არის იული ამბავი. მაგრამ ეს არის ის, რასაც სიხარულით ვაკეთებ, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი მოლოდინით, ახალი ექსპერიმენტით, ახალი მოსინჯვით მივდივართ. ეხლა ბოლოს რამაც ძალიან გაამართლა არის ვაანონსებთ წიგნს, ყდას ვათვალიერებთ, ეს დავდივართ, ყდას ვათვალიერებთ. ბავშვებმა იციან რომ ყდის დათვალიერებით უკვე იწყება კითხვის თამდევი პროცესი. ერთი რომ მოისმენენ საინტერესო და მე ყოველთვის ვცდილობ რომ გემრიელად ინტონაციის ცვლით, დეკლამაციის ილეთების გამოყენებით, რომელზეც მიმუშავია ბევრი, რომ წავიკითხო ასე. წავიკითხო არა მონოტონურად და რობოტულად, არამედ წავიკითხო ცოცხლად. ცოცხლად პერსონაჟების ხასიათებით, გაცოცხლებით, ავთენტური, ხო, ავთენტურად, მოდი ესე ვთქვათ. და მათ იციან რომ მთელი ამ წაკითხვის განმავლობაში რამდენიმე სიტყვა, რამდენიმე გემრიელი სიტყვა, ზოგჯერ ასეც ვარქმევთ ხოლმე, სიტყვა რომელიც მოეწონებათ რატომღაც. და ყველა ტექსტში არის რაღაცით გამორჩეული სიტყვები, რომლებიც რაღაცით მნიშვნელოვანი ხდება რატომღაც. ასეთი სიტყვები უნდა ჩაიჭირონ და დაწერონ. აი უბრალოდ დაწერონ რამდენიმე სიტყვა, რომელიც მოეწონებათ. ზოგჯერ ეს არის ცხადია პერსონაჟის სახელი, ცხადია ცხოველები, ხო, ზოგჯერ ეს არის ზმნა, ზოგჯერ ეს არის ადგილი და ასე შემდეგ. ზოგჯერ ეს არის ნივთი, მნიშვნელოვანი ნივთი და ასეთი მუშაობით ნახეთ რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგზე გავდივართ, ხო, რამდენიმე კურდღელს ვიჭერთ სასწავლო პროცესში. ერთი არის კითხვა თავისთავად, ხო, წაკითხulis მოსმენა, იმიტომ რომ წაკითხulis მოსმენა არის მთავარი წინაპირობა კითხველის აღზრდის პროცესში. მეორე არის წერა, ახლა წერას სწავლობენ და წერა ნუ სერიოზული გამოწვევაა ზოგადად, წერის სწავლება არ არის ადვილი. და მას სჭირდება ფრთხილი ძალისხმევებით განვითარება. აი ესე ნელა ნაბიჯ, ხო, თითო სიტყვით დაწყება და მერე წინააღმდეგებზე გადასვლა. ეხლა მომდევნო ეტაპზე, ხო, და მერე თხრობაც რა თქმა უნდა. ასევე აქვთ საშუალება რომ სიტყვებთან ერთად ერთი-ორი ილუსტრაციაც გააკეთო. ნუ ცხადია გიждდებიან ამაზე. ანუ ნახეთ ტვინი, ეხლა ტვინში მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ ამავდროულად და აი ეს მუშა მეხსიერება, რომელიც მთავარია ამ დროს, რომ იყოს დაკავებული ზომიერი და საჭირო პროცესებით, აკეთებს რამდენიმე რამეს. რამდენიმე ძალიან სასარგებლო პროცესია ჩართული. და რაც მთავარია მოტივაცია აქვს ბავშვებს, რომ ამ ეს პროცესი არ გაჩერდეს, არ ამოვარდნენ, გამეორდეს. და სწორედ ასეთი კეთილი რუტინებით მივიწევთ წინ. როგორც კი, თქვათ, ეს ამოწერილი სიტყვები ერთმანეთთან შინაგანად დაკავშირებას დაიწყებს, შემდეგ წერის მომდევნო რაღაცა საინტერესო რუტინას შემოვიტანთ. ამ პროცესში. და აღქმის მოდალობებიც განსხვავებულია, ხო, და ვიღაცა რო ხატავს, ვიღაცა ილუსტრაციას ხედავს, ვიღაც, ნუ ყველასთვის მოკლედ რესურსული ხდება ეს პროცესი. დარბიან ერთმანეთთან, აბა ერთმანეთთან ნახეთ სიტყვები როგორ დაწერეთ, ერთმანეთს ეხლა აი ძ იქ კიდია ნახე, აქ არ გაგვივლია, მაგრამ ეგერ არის და ასე შემდეგ. უზომოდ საინტერესო პროცესია. და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ალბათ მშობელთან საუბრობთ, ხო, თქვენ ბავშვს უკვე იმდენად კარგად იცნობთ, რომ ეს ინფორმაცია არ არის ვიღაცა მესამე პირიდან მოწოდებული, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაეკონტაქტოთ მშობელს ბავშვთან დაკავშირებით, ხო, როდესაც მას რაღაცა კონკრეტული კითხვები აქვს. რა თქმა უნდა. კი.
ბატონო პატა, თქვენ ძალიან ბევრი მოგზაურეთ, ბევრი გამოცდილება მიიღეთ. რა იყო მთავარი мотиваცია, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ ყოფილიყავით სკოლის ხელმძღვანელი? ჩემი პროფესია არ არის ის, რასაც ახლა ვწერ განათლების სპეციალისტი, ტრენერი, ხო ზოგჯერ კოუჩი ვამბობ, ან მართველი პარტნიორი ორგანიზაციის. რაღაც ბევრი რამე მოვსინჯე ცხოვრებაში, მაგრამ სინამდვილეში მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია სოციოლოგიის ფაკულტეტი და დიპლომში მიწერია თეოლოგია და რელიგიათმცოდნეობის მასწავლებელი. და როცა ვუბრუნდები ამ თემას და უზომოდ საინტერესოა ჩემთვის ის რაც დიპლომში მიწერია. მე ახლაც აი საათები გაუჩერებლად შემიძლია უსმინო რელიგიის ფილოსოფოსებს და ვაკეთებ კიდეც ამათ. სხვა ქვეყნიდან, სხვა კულტურიდან, სხვა ფილოსოფიური ფონის მქონე ადამიანებს უსმენ ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ ახლობლებთან, კოლეგებთან, როცა ხელი მიმიწვდება საამისოდ. და არ გამოურიცხავ რომ მიუბრუნდე სერიოზულად. რაც შეეხება ამ გადასვლას განათლებაში. ეს სპეციალურად თქვი ახლა ეს შესავალი სპეციალურად გავაკეთე განათლებაში გადასვლას ერთი რო ძალიან გამომადგა ის აი ეს წინარე ფონური ცოდნა რომელიც უნივერსიტეტმა გამომატანა და აი ეს ინტერესები და მეორე რაც მინდა ვთქვა რომ საბედნიეროდ მოხდა ისე რომ დაუკავშირდი იმ პერიოდის 90-იანების ბოლოს გულისხმობ აი ძალიან სერიოზულ პედაგოგებს, პედაგოგიკის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა მაშინ. და იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხო აი ჩემი მენტორები არიან. ზოგიერთი აღარც არის ამ ქვეყნად სამწუხაროდ. და მათთან დიალოგებით აღმოვაჩინე, რომ ადამიანის აღზრდის რთული პროცესი უფრო სწორად, უფრო უკეთ რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური და პერსონალიზებული, ახლა უკვე პერსონალიზებული სწავლების ფილოსოფიაში გადავდივართ. დედამიწაზე, რომ ეს გლობალურად ახალი ეპოქაა, ინდივიდუალიზებული სწავლება და ახლა უკვე სწავლება და ახლა უკვე პერსონალიზებული სწავლება, რომელიც კიდევ რაღაც დამატებით შრეები შემოაქვს და პრაქტიკები. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ სოციალური პროცესია ადამიანის განვითარება და მე ძალიან მიყვარს ეს ნაწილი ადამიანის განვითარების. აი ეს სოციალური კომპონენტი ადამიანის განვითარების და აი ამით დაინტერესება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ბიოგრაფიულად რო შევხედოთ ახლა. დიახ. და სკოლის ერთი ესეთი რეფლექსია უნდა გითხრათ აუცილებლად რომ მე მიმუშავია სკოლის ხელმძღვანელად. მიმუშავია არა მხოლოდ სკოლის სხვადასხვა ტიპით განათლებასთან და აზრთასთან დაკავშირებული ორგანიზაციის ან პროექტის ხელმძღვანელად არაერთხელ. მაგრამ ვიტყვი რომ აი ბოლო წლებში, ბოლო 3-4 წელი მქონდა ეს შეკითხვა. რაც ჩემ თავს ვუსვამდი ამ შეკითხვას, რომ აი სკოლის ლიდერობა უფრო მე არ ვიტყოდი ხელმძღვანელობას ან დირექტორობას, აი სკოლის ლიდერობა, სკოლის გუნდის გაძლიერება, განვითარება ხომ არ არის ის, რაც კიდევ ერთხელ ღირს რომ მოისინჯოს. და ძალიან გამიხარდა, 1-2 წელი მართლა დავატარებდი ამ ფიქრს, ჩემთვის. ძალიან მოუცლელი ადამიანი ვარ და ყოველთვის ბევრ რამეს მოდებული. და მაგრამ აი ამეკვიატა ეს ფიქრი. სადაც 2-3 წლის წინ. და მე მგონია რომ ნუ როგორც ხდება ხოლმე, ხო, თქვა კოუჩინგში, ფსიქოლოგიაში ვიცით რომ ეს აკვიატებული ფიქრი არ არის შემთხვევითი ამბავი და აი ემერჯენტულად ისე რომ თქვა რაღაცა განვითარდა როგორც ჩანს და აი მივიღე ეს აზროვნების აკადემიისგან ასეთი საინტერესო ჩემთვის ძვირფას შემოთავაზება. დიახ. მე ვარ დარწმუნებული, რომ თან ჩვენი, ნახეთ, აი რითაც დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. აი ეს რამდენიმე
მნიშვნელოვანი საყრდენი, რომელზეც დავაფუძნეთ ეს სკოლა, რომელზეც ავაგეთ ეს პროცესი. ეს ფსიქოლოგიური ცოდნის უფრო ესეთი გაძლიერებულად შეტანა სასწავლო დაავადებით პროცესებში, კლასიკური წიგნიერების აქტიურად შემოტანა ამ პროცესებში, სოციალური და ემოციური განვითარება, მშობლებთან ერთად სოციალური და ემოციური განვითარებაზე, სოციოკულტურულ განვითარებაზე ზრუნვის აქცენტირებულად გაძლიერება. ეს მოიტანს ძალიან საინტერესო, შეგვიძლია ვთქვათ ესე პატერნს სასკოლო განათლების, რომელსაც თამამად წავიღებთ ალბათ საერთაშორისო კონფერენციებზეც. და წარუდგენთ არა მარტო საქართველოში გნებათ მომხმარებელს თუ საგანმანათლებლო საზოგადოებას, არამედ გავიტანთ გარეთაც როგორც მნიშვნელოვან მოდელს. დიახ. წარმატებები თან მით უმეტეს მსოფლიო ეძებს ახალ პატერნებს სკოლის მოწყობის და მართვის. მშვენიერი. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ, წარმატებები გისურვოთ თქვენს აზროვნების აკადემიის სკოლას და მომავალ შეხვედრამდე ვიტოვებ იმედს. მადლობა. მადლობა.